TikTok-ში ბახალნახე. რა? მე რო იქ ვიყავი ეს ჩამოსულა რა. და ვნახავს ირაკლა. 40,000 მისცა რა და უთხრა რომ ნახევარი შენ აიღეო, ნახევარი დათოს მიეციო რა. ძალგემინდა გადასვლა. რატო აქ რა არ მოგწონს? არ გინდა ჩვენთან მოხვიდე სანდო? მე? კაკიბების აგენტი იქნები. მოკლედ ეხა რატო შეკრიბეთ? თქვენ პირველები ხართ, ვისაც ამ გადაწყვეტილებას ვაცნობ. მოკლედ გადავწყვიტეთ და დღეს ასე ვიფიქრე, რომ ოზურგეთში ვაგრძელებ სამუშაოებს. მაჟორიტარად ვიყრი კენს. მოდი. როგორ ხარ ლევან? არა მიშავს. ცოტა არეული ვარ და უარდები. შემოდი. მოდი მოგეხმარები გინდა? არა, მინდა. ყავს და ლევ. არა, გინდა. კაი, შემოდი. შემოდე თამებს. აი ეს. მოდი შეასე ადრე რომ დაგიბარე. არა უშავს, ჩემთვისაც უკეთესია დილით. ხო და ვერ ჩერდები. არ გინახავს? კი, ვნახე წინა კვირას. ხო, მეც ველაპარაკე. დღეს უნდა მივაკითხო სკოლაში, მივდივარ. გირეკავს ხოლმე? კი, ველაპარაკები. გახსოვს იმ დღეს მე და საბამ რომ დავხატეთ რაღაცა ნახატი. აი ის წაუღია სკოლაში და 10 ქულა მიიღო. მართლა? ძალიან გამიხარდა. მომენატრა. მეც ძალიან. მაია. რაღაცა ისე გამოვიდა, რომ ჩემ გამო შენც უსამსახუროდ დარჩინა. ძალიან მწუხარ რა და არ მინდოდა რომ ესე მომხდარიყო ბოდიში რა. კაი რა ლევან რა. არა რა კაი რა ბოდიში მართლა ბოდიშს გიხდი. ლევან. რაცა ყველა დაზარავდა ჩემ გამო. ცალკე საბა შენ თამრიკოს ნერვიულობს და ხო, მაგრამ იცი რა ეხლა ყველაზე მთავარი ის არის რომ შენ თავზე იფიქრო. ვიცი და ვფიქრობ. საბა მინდა რომ გადმოვიყვანო. ძალიან კარგი. ხო. არა, პირობას ვდებ რომ აი ესეთი რაღაცა აღარ განმეორდება. და არ ვიცი რა თუ გააყიდე სურვილი რომ ჩვენთან იმუშაო ძალიან გამიხარდება. კი, მაქვს სურვილი. ხომ იცი როგორ მიყვარს საბა? ვიცი მაია და ზუსტად მაგიტომაც გეუბნები. ძალიან მინდა რომ ეს ყველაფერი ისე იყოს როგორც იყო ადრე.
ლევან ძალიან გამიხარდება თუ ყველაფერი ისე იქნება როგორც ადრე. კი, ყველაფერი ისე იქნება როგორც ადრე პირობას ვდებ. და თამრიკოსაც მინდა რომ დაველაპარაკო ახლა. კარგი, მაშინ როცა გადაწყვიტავ დამირეკე. კარგი, დაგირეკო, აუცილებლად. და ყველაფერი ისე იქნება როგორც ადრე იყო, დამიჯერე. პირობას ვდებ. კარგი. ხო, მაკა. დე, როგორ ხარ? არა მიშავს დედა, კარგად. გაიზამე წნება. მაკა, ნუ ნერვიულობ, კარგად ვარ. რასაკეთებ, წამოწექი რა. ვიწექი უკვე. მარტო ხარ სახლში? არა, დათოც სახლშია. კაი, დაგირეკავ კიდე. კაი, მაკა. გამარჯობა. გამარჯობა ლუიზა, მოგწარე. ლეილა, 20 წუთია ქვემოთ გავარ და ვეძებ ვისი მანქანები აყენია ჩემს ადგილზე. ხო, მაგრამ მე რა შუაში ვარ? ეს კი რა შუაში ხარ, აბა ვისი მანქანებია ის? არა ლუიზა, ჩვენ მანქანა არ გვყავს. ლეილა, მამა იმუნებ ამ ხელა გავს. არა, რას ქვია გამაიმუნებ? ლუიზა, ჩვენ მანქანა არასდროს არ ყოლია და არც სტუმარი მყავს, ვინმე მაგისი რო იყოს. და ბავშვები მეუნებია რომ თქვენიაო და ვის დაუჯერო? გამარჯობა, რა ხდება ლეილა? არაფერი და. თქვენი მანქანები მიშლის ხელს. არ არის ქალბატონო პრობლემა გადავაყენებთ ეხლავე რა. და თუ რას ამბობს ვერ გავიგე? არაფერი ლეილა რა მომალეხლავე რა. ვითომ არ იცოდი არა? არა, ესე იგი ვერ გავიგე რა, ქვემოდან ვიძახი ამდენი ხანია და ხმას არ იღებთ რა, არც ერთმა არ გადმომხედეთ. არ არის პრობლემა გადავაყენებთ ხო, გითხარით? კი, მაგრამ ნოვერი მაინც დატოვია, მკითხე მაინც, ჩემ ადგილას ვაყენებ, მანქანას, ასე შეიძლება. ესე იგი აქ გინდათ მუშაობის დაწყება. რაიმე გამოცდილება გააქვთ ამ სფეროში? არა. აბა მაშინ მომიყევით რა საქმიანობთ ზოგადად. რა ვიცი, სტუდენტი ვარ და მუშაობის დაწყება მინდა. თან მართან მითხრა რომ თავისუფალი გრაფიკი გაქვთ და მართალი უთქვამს, მაგრამ მაინც მოგიწევთ აქ დროის გამოყოფა. კი, ვიცი. ისე ძალიან დაკავებული არც ვარ. ძალიან კარგი, მაშინ შეგვიძლია ვცადოთ. დიახ. თან მეც დავეხმარები. არც ისე რთული საქმეა, შეგვიძლია ვცადოთ. დიახ. ისე მართა, შენი მეგობარი ცოტა მორცხვი ხომ არა მეგობარი? არა, იცით, პირველად ვარ გასაუბრებაზე და ცოტა ნერვიულობ. რთული არ არის, არის ნერვიულო, მაგრამ კლიენტებთან ცოტა კომუნიკაბელური უნდა იყოს. დიახ, ვიცი. მოკლედ მართა, უნიფორმას მისცემ, ყველაფერს აუხსნი და დაიწყე. კი, ყველაფერს ავხსნი კომპანიის ინტერესებს. უკაცრავად რა. უპასუხე. ალო. ნინი, სად ხარ? არ ცალია ხარ, ცოტა ხანში დამირეკე. რას ნიშნავს არ გწალია, სად დაეთრევი? ტელეფონს რა თვითიშავ? ცოტა ხანში გადმოგირეკავ მე თვითონ და მოგიყვები ყველაფერს. სახლში მოეთრიე, მთელი დღე წანწალი არ გამიგია მე ქუჩაში. კაი, წავედი. უკაცრავად. არა უშავს, მოკლედ იმას გეუბნებოდი, რომ მართა ყველაფერს აგიხსნეს, მოგცემს უნიფორმას და უკვე შეუდგებით საქმიანობას, ხო? დიახ. ისე მართა, თვის გეგმა როგორ მიდის? ცოტაც და შევასრულო. ძალიან კარგი. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. ნახვამდის. თქვენ სათქმელო საერთოდ არაფერი იცით, არა? არა, მართლა წასული ვიყავი, დიდი ხანია და მართლა არ ვიცოდი. ხო და არც იცოდინება. ხო, რა თქმა უნდა, მეცოდი. აი ბატონო, შენ არ იცოდი, აქ არ იყავი, მაგრამ ლეილამაც არ იცოდა, ახლა გავს უსინწყლოდ რომ აკეთე. ლეილამაც არაფერი არ იცოდა, ამოდ მართლა ქალბატონო ლუიზა. კაი, ახლა რა არ იცოდა, არ გამაგიჟო, ნუ მასულელებ ახლა გავს. რას გასულელებთ ქალბატონო ლუიზა, გეუბნებით არ იცოდა მეთქი და საერთოდ ამის მერე თუ რამე პრობლემა შეექმნება, ძალიან გთხოვთ ეგრევე მე მითხარით, ლეილას ნუ გაანერვიულებთ რა. მე რომ გავნერვიულდი არაფერი, არა? ქალბატონო ლუიზა, ლეილა ძალიან ცუდად არის და ძალიან გთხოვთ ნუ გაანერვიულებთ, კარგი? რა იყო ვითომ რა მოვიდა, ხო? მოკლედ ავად არის. და ძალიან გთხოვთ ამის მერე თუ რამე პრობლემა შეექმნება, მე მითხარით. კაი, ბოდიში არ ვიცოდი. არა უშავს, გადავაკეთებ. ილოცავე, ამიგე შენი დაწინაურე უცავ. მადლობა. აი როგორც ხედავ შეუდექი რასაც. ძალიან კარგი, ხო მეც რაღაც საქმეზე ვარ მოსული. ხა რავი, ამას მაგ იცო და არ ვიცი კითხავ თუ არა შე. არა, მე ყოველთვის საქმის კურსში ვარ, შენ მკითხე რა გინდა და. ხო, ჩვენ ფილმაში სერვის ცენტრის გახსნის
იდეა რა. კი, ვილაპარაკეთ ჩვენ მაგაზე. ჩაურის თურით რო გითხრა, არის როგორი ამბავი, ვიცი რომ წარმოიდგინე გვაქვს ჩვენი სერვის ცენტრი, სადაც ჩვენი ტექნიკა, რა თქმა უნდა, ჩვენი ტექნიკისთვის პირველი ამბავია ეს და პახვდო მომემსახურებით თითქმის ყველა კომპანიას, რიგის გარეშე, ფასდაკლებებით და ასე შემდეგ. და გაროჩი რა, ჩვენი ბიზნესისთვის ეს მგონია რომ იქნება ძალიან დიდი წინსვლა რა. გაკეთებული გაქვს რამე შენ თუ იდეის დონეზე ეს ყველაფერი? არა, თო აგერ მაქვს საბუთები ყველაფერი. ხარცახრიც აქამდე უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ეხა გავაკეთე და ყველაფერი არის მზად რა. აი ბატონო. ჩე, უნდა გაამართლოს ამ ბიზნესს პრესი. არა, მეც ეგრე ვფიქრობ. გამოვა რაღაცა. შენ თუ გიფიქრია აქ ვინ უნდა ამუშაო? რაჩო ახო სიმართლე რო გითხრა, აი ეს თემა თავიდან მოიხოდოს. და დალში ყველაფერი ისე მაგ დალაგებული რომ ჩავწარმოგიდგენია რა. აი ზუკა. ზუკა, ხო. აი მიხვალ ამ ხალხთან. და დაელაპარაკებ. ამაზე უკეთეს პროფესიონალებს შენ ვერ ნახავ. ანუ მე ჩავიწოდე ხა. და რაც გავაკეთოთ ეს ამბავი, ხო? დავიწყოთ კი ბატონო. ეს ნელა გავერკვევი და შემოგერთებით მე. ო, ეს საბუთები მე გამიტოვე. მაგრამ მოხდით რომ ამიჯერე. ბატონო. უი, გაცრავად. ბატონი რამაზის ნახვა მინდოდა. მალე მოვა. ამაზე არ იქნება გარკვეულ პერიოდით. მაგის მაგერად ვიქნები მე. უი, რატო? რაღაც საქმეები გამოვიშტება. და ანუ როდის დაბრუნდება? გარკვეული პერიოდი კომპანიის საქმეებს ვერ მიხედავს. შენ კითხე რა გინდა კონკრეტულად? არა, რა ვიცი, ისე ჩემთვისაც რო ვთქვა, კაი იქნებოდა, მაინც კომპანიის პიარი ვარ და. ალბათ ვერ მოიცა. კარგი, არ ვიცი თქვენ საქმის კურსში ხართ თუ არა, მაგრამ პიარ კომპანიის ფარგლებში დოკუმენტურ ფილმს ვიღებ. ვიცი. ხო, ანუ რაზე არის ეს ფილმი? ეგეც ვიცი. მოკლედ, მოსამზადებელი სამუშაოები მე დავიწყე უკვე და უფრო დეტალებისთვის მჭირდება კონკრეტული საბუთები და თუ მომეხმარებით ამ საბუთების მოძიებაში. თათია ყველა საჭირო დოკუმენტი არქივში დას. არა, კი, ვიცი, მაგრამ უბრალოდ ეს საბუთი არქივში ვერ ვნახე და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ახლა ძალიან მჭირდება. მითხარი კონკრეტულად რა გჭირდება? ანუ ეს არის მშენებლობის ნებართვა, ანუ იმ ჰესის, რომელსაც ახლა ჩვენ ვაშენებთ. მშენებლობის ნებართვას გაცემის უფლება არ მაქვს. ხო, მაგრამ ანუ ფიზიკურად ვერ გავაგრძელებ მუშაობას თუ ეს საბუთი არ მექნება, უნდა მოვიძიო ის ხალხი, ვინც ხელი მოაწერა, ჩავწერო. ნუ ჩათვალე რომ ჯერჯერობით არ მაქვს ამის გაცემის უფლება რა. გასაგებია. ანუ ბატონი რამეზის არ ყოფნაში თქვენთან მომიწევს კონტაქტი. ეგრე გამოდის. და შეწუხებაც მომიწევს თქვენი. ხშირ. რა პრობლემაა მარ შემოწუხე. კარგი. ნახვამდის. აი, გერბათ. აი, ვახო გავედი, ძა ამ ნომერზე. აი, ზუკა. აი, და შეეცი. შეგატყობინებ რას როგორ ვიზამ. დავაი. კარგად, კარგად. ოიკა, რა შემია? ჯო რაღაც საქმეზე ვარ რა გამოსული. ბიო, კიათონიკეს არის რა შეჭა? არა, დეჯებს ვეხმარები რაღაცაში. მომისმინე, მე უნივერსიტეტში ვარ და მაგრამ მინდა შეინახვა მომინატე და არ გამოხვა? ბიჭო, ხო არ ვიცი, კარჩე, დაგირეკავ რა. მოიცა ვერ გამოხვა? არ ვიცი, ხო ხტები დაგირეკავ რა. კაი. მარტო ხარ შეჭა? ო, შეჭი მე ფული დავტოვე. ეს საშიში არა? და საშიში მე რა დავტოვე. რა ვიცი. პირველად ხარ ეგ? ჩე? ხო რა. აბა ეხა რომ მეუნების მაგ მოწეულიო, საიდან გაჩიტება? ბიჭო. ტიპია რა, მე და იკას პაჩალიჩა რა. ვინ? მწვანეს ეძახიანაზე ხარ. მწვანე რა პონტია? მოსაწევის პონჩი და. ბაზარია. და ეგ იყო და ამოქონდა და გვინაწილებდა რა, მე და იკას პაცლება. გეგეშაც ეგრეა, მამიჩი. სადაო? ავი ბიჭო, აი ეხა რა გამოსდა და ავიდეთ რა. შევიზვა სიგარეტი ხო მოიგე? არა ძმა. თან იკა ხო. აი, ზვინი ძმაო. ეს პოსტა ნადები ხო აზი. Спасибо, брат. Აი ხარ.
შენ ბიჭო მართლა ბიჭო თარ მოყოლო ბიჭო რა არის ეს აი იყო აბა აი რა გეგონა ეხლა რო ფანჯრიდან გადმოვიდა ფანჯრიდან არ მეგონა მაგრამ ეხლა სიგარეტზე როგორ მივხვდარი ყავ ისაუ წავი ბიჭო სერიოზული ხო წავი და ვიფიქრე რომ ანუ ჩვენი სერვის ცენტრი გავხსნათ მეთქი რა. იმიტომ რომ ანუ ჩვენი ტექნიკა რომ მიგვაქვს ხოლმე სხვა სერვის ცენტრებში რა. ჯერ ძალიან დიდი ხანი გვიწევს რიგში დგომა. და მე კიდე გვიჯდება ძალიან ძვირი. რა ვიცი ჩვენსაც რო გავხსნით მეთქი ანუ ყველასთვის კარგი იქნება რა. და ამაზისთან რო შევიტანე ეს იდეა ძალიან მოეწონა რა და ნუ სერიოზულად მოვკიდოთ ხელი და ვახოს უთხრა რა და ვახო რა მაგარი კაცი ანუ სერიოზულად შეუბეროთო ერთათო რა. ვახო კიდე იცი რატო არის ჯიგარი? რამაზას მთელი ცხოვრება არ მოცილებია გვერდიდან რა. ისე კი გამიკვირდა გიორგა რო არ დატოვა, მაგრამ მექნებოდა მიზეზი რა. გიორგი რა შუაშია? რამაზიმ რო არ დატოვა მეთქი რა. და ვაფშე რამაზი სადაა? რამაზი მიდის პოლიტიკაში. რა? გაომეც, მაგრამ გამიკვირდა. იმერეთში მიდის მაჟორიტარად თუ დეპუტატად რა. არა და რამაზიზე ისეთი ტიპი არა იფიქრებ რომ მთელი ცხოვრება კაბინეტიდან არ გამოსულა. შენაც სხვაგან ხარ, ხო? ხო, რა ვიცი, ჩემ დოკუმენტურ ფილმზე ვფიქრობ რა. ძალიან გჭირდება ხო ის საბუთები? ძალიან. მაგრამ მესმის წარმოგიდგენ ხო ვიღაცა რო ხელს გიშლის საქმეში. მაგრამ ნუ მოვიფიქრეთ რა რამეს რა. მოგლეთ ძალიან პატარა ფარტია. ხო და მუშებისთვის გვინდა რომ ეს მოსწავლე გავაკეთოთ რა ის მოხდეს რა. სტილი გაქვთ არჩეული. კი რა თქმა უნდა, მშობლების სამეული გვინდა თავის პატარა მაგითით. კატალოგს განახებთ. ძალიან ფართო არჩევანი გვაქვს. ძალიან კარგი. და ესენ როგორ არის ანუ დამზადებულია თუ უნდა გამოვიწერო? რაც კატალოგში არის, უკვე დამზადებული არის. ისე შეკვეთებსაც ვღებულობთ. ნუ პრინციპში დამზადებული ჯობია მეგონია რა. დაგეხმაროთ არჩევანში. კარგი იქნება. აი ეს მაგალითად. ფერც მომდა შეარე. სხვა ვარიანტები გაქვთ? ეს კატალოგი 2 თვის წინ არის დაბეჭდილი და ახალი დიზაინი ჯერ არ არის შესული. და ანუ ხარ როგორ უნდა მოვიდე მანდ? დიახ, უნდა მოვწანდეთ. ხო, მაგრამ ცოტა დროის ამბავია. საქმეები მაქვს. ერთი წამით. ზუკარა შეგზუკა. რა გამოვედი ეხლა და მივდივარ შეხვედრაზე რა ხდება? მალე მორჩები? არა მგონია 1-2 საათი მაინც მინდა. კაი მაშინ, კაი. რა არის საქმე ქონდა რამე? არა არაფერი იყოს ხო. კაი. მორჩები? დღეს ამ საათი ხო არის სერიოზულად? არა, არაფერი. ჯო, ავეჯის საყილად მინდა რომ გახვიდე და ნახო რა. რა ავეჯის? ნუ აი თანამშრომლებისთვის რა ქვევით მოსასწრებს რო ვაკეთებთ, იმისთვის გვინდა რაღაცა სამეული და პატარა მაგიდა. კაი, მე როგორ უნდა ავარჩიე? არჩეულია პრინციპში უკვე შენ უბრალოდ უნდა მიხვიდე და ფერი ნახო რა. ამ ფოტოებს გამომიგზავნი და აი ძღოლი გავუშვი რა ვინმე რა. ძღოლი როგორ გავუშვა ეხა ფულს ვერ გავატანე ესე რა. ქეშად მომიცეთ. ქეშად? ხო, კაი, რა ვიცი. მოსტა მითხარი რომელი უნდა ვიყიდო. აუჩი არჩი რა მაგალითად ჩვენ ეს ვარიანტი მოგვიწონა. ესეც კაი, ეს აი წერან რომ ნახეთ ესეც კაი. ხოდა რა ვიცი ხო აი რატომ გამარჯობა. როგორ ახარ? აშო ძალიან მაგრაში.
ცალი როგორ არის გამორთული აქ ტელეფონი? გძინავს? რა ვიცინავს და აღარ გავაღვიძე რა. და აბა თუ არა რაღაც გავცივდიო. არა, თვითფრინავში რაღაცა ციოდა თუ რაღაცა და მე გადავუარა რა. მეც ახლა აღდგენის პონჩი ვარ მოსული, თორე ძალიან მეზარება. ეჯემა ისეთ ფოტოებს აძრობდით, მეთქი ვაფშე აღარ მოდიხარ. უცი ამაგარი იყო ძმა, ვაფშე არ მინდოდა აქ ჩამოსვლა. აუ წავიდეთ ერთად რა. ესაა წავიდეთ ბათუმში ვერ წავსულვართ თურქეთი მოინდა მან. მე გავუკეთებ ორგანიზებას და შენ დარჩი თუ გინდა. არა, ძმაო, რა ადვილია, იცი შენ ძმობას ფიცავარ, იღებ ბილეთს, სასტუმროს დაჯავშნავ, всё, მე ის ფოტოები სად გადაიღეთ გემზე რო ხართ გავგიშთ. ის არის. აც ტური არის რა, კუნძული არის და ტური არის გემით მიდიხარ, ძალიან მაგრასოა. ძალიან მაგარი. ბიჭო, უკრაინაში ბრუნდები? ბიჭო, აღარ. რავი, აი აქ ვაპირებთ რაღაც საქმის დაწყებას და თან ცოტა გეგმები შემეცვალა რა. და ნახა მე და სალი ხო ერთად გადავიდეთ და. ვა, მაგარია და. ხო და. რა წყნარად ვართ შვიდად ჩვენთვის რა ხო ხდება. როცა გინდათ გამოგვიარეთ, დავლიოთ რაღაცა გავაკეთეთ. მაგრამ ის ამბავი გავაკეთოთ უეჭველი. ძალიან მაგრა გაგვისვა. მოვდივარ და ესენი დარჩნენ. მე შენ და სალი წავიდეთ. წავიდეთ რა პრობლემაა ერთად. ვაკო არ გავიდეთ ჩვენ? ბიჭო, ხო თორე აი და გოგვიანდება. ვირგოკი სად მიდიხარ იცი? აი რაღაც საქმე მაქვს და ვაკოს მოხარება მინდა. მაგრამ ბიჭო, 2 წუთი მოიცადეთ რა. თინასთან შევალ საქმე მაქვს და მე მეც გამოვა. არა, მიხედე საქმეს ჩვენ რაღაცა. არა პრობლემა. ბიჭო, ხო რა, გავვალ და შეგიხმიანებით, ნახა უეჭველი რა, კოც. გაიზმო. ბიჭო, დარეკეთ რა თუ რამე. უეჭველი. ხო. აი მანახება ფოტოები. არ გამოგიგზავნა სალი? ცოტა ძალიან. ნუ დადებს რა Facebook-ს ხო იცი პირველი მაგას გააკეთებს რომ გაიღვიძებს. მომიყევი რა კიდე რა ხდებოდა. დიდი ხანია რაც თედოს პაციენტი ხართ. რაც მკურნალობა დავიწყე. და თავს როგორ გრძნობთ? ეხლა შესანიშნავად. ნუ თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. რას გულისხმობთ? ნუ აი მკურნალობის მიმართ ჩემ დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, ამას არ ვიმჩნევდი. და რამ შეცვალა ეს თქვენი დამოკიდებულება? ჩემმა ფსიქიატრმა. გასაგებია. თქვენ კოლეგაზე მაქვს საუბარი. კი, გასაგებია. თუ გსურთ ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით. კი ბატონო. ისეთ რა თავიდან რომ მოვედი მეგონა რომ არაფერი არ გამოვიდოდა, მაგრამ მე მივხვდი რომ ჩვენ მე და თედო ამას ერთად ნამდვილად შევძლებთ და ყველაფერი კარგად იქნება. მე რო აქ შემოდიოდი ოთახში როგორც პაციენტი ექიმთან არ მოდიოდი, ეს იყო მთავარი. სულ სხვა დამოკიდებულება იყო ჩვენ შორის. მეგობრობა. კი, კიდევ უფრო მეტიც შეიძლება ითქვას. ხათუნა, ჩვენც აუცილებლად დავმეგობრდებით. რა თქმა უნდა, ამაში ეჭვი არ მიპარება, მაგრამ იქ მაინც რაღაცა სხვა იყო, აი როგორც გეუბნებით, მე რო შემოვდიოდი, არ იყო როგორც პაციენტის ექიმთან ვიზიტი. თან თქვენ იცით მე რა ვიცი თქვენი ისტორია, ვიცი. ხათუნა, თქვენ ექიმებთან დაძაბული ხართ ხოლმე? კი. ზოგადად კი, მაგრამ რა თქმა უნდა, თედოსთან ეს არ იყო. ხათუნა, გასაგებია და მედიკამენტების კუთხით რა გამახსენდა კიდე? მე და თედოს ერთნაირი გემოვნება გქონდა. აი, რესტორანში. ერთხელ მოკლედ მე და ჩემი ვაჟი აგარაგზე ვიყავით, იქიდან ბრუნდებოდით და ზუსტად იმ რესტორანში შევედი, სადაც თედო იყო. გასაგებია. მობრძანდით. გამარჯობა. ცოტნე. მოხვედით ეთიკო. მე ერთმა საათმა გაიარა, ისევ წეფერც კი მივხვდი. კაპიტან ხათუნა, დღისთვის საკმარისია და გემშვიდობებით. და თქვენ შულს გავესაუბრები 2 წუთით თუ წინააღმდეგი არ ხართ. კი ბატონო, კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა პირიქით თქვენ. ნახვამდის. მე გარეთ დაგეოდები. კაი დედა და მეც გამოვა მალე. კარგით, ნახვამდის. ნახვამდის, მადლობა. ცუდად აყოლაფერი. ცოტა თედომ გადმომცემე ხათუნას ისტორია, სადაც დეტალურად არის აღწერილი მისი მდგომარეობა სეანსების პერიოდში. ამიტომ წინასწარ უკვე მქონდა გარკვეული შეხედულება ამასთან დაკავშირებით. მაგრამ ამ სეანსის მერე უკვე
ჩემი აზრი მაქვს ამასთან დაკავშირებით. დიახ. ცოტნე ხათუნას ეროტომანიის სიმპტომი აქვს. დიახ. ამაზე თედო გესაუბრებოდათ ალბათ. დიახ, კი. მოდი აგიხსნით. ხათუნას თავდაპირველად სიმპტომები შიზოფრენიისკენ იხრებოდა, ხომ ასეა? თედოსთან ურთიერთობის შემდეგ ეროტომანიის სიმპტომი აქვს. თქვენს თედოზე გელაპარაკათ? დიახ. ამაში გასაკვირი არაფერი არა. ძალიან ხშირად ხვდებით ექიმები პაციენტებში მსგავს ფაქტებს. ასე რომ დიახ, რატომღაც გონია რომ კარგად არის, აი ისე ხალისიანათა რომ ვიცი, გამიჭირდება ყველაფრის თქვა. ხო, მაგრამ ეს ყველაფერი არის მოჩვენებითი. ისაჯერებს საკუთარ თავს, რომ მასა და თედოს შორის რაღაცა ხდება. დიახ, თედომაც მითხრა გამგზავრების წინ, მაგრამ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ცოტა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ იმის გაანალიზებაში, რომ მასა და თედოს შორის არაფერი არ ხდება. დიახ. არა მგონია რომ ესი ამოვნოს ეს ყველაფერი. მესმის. არის შანსი რომ გაუჭირდეს. თედო ექიმაც სანამ გაემგზავრებოდა იგივე მითხრა, მაგრამ რატომღაც მგონია რომ კარგად არის რა. არა ცოტა. არა. აგიხსნე. ამ ეტაპზე უბრალოდ მისმა პრობლემამ მიიღო რაღაცა პოზიტიური სახე. დიახ. ეს როგორ განვითარდება ამას წინასწარ ვერავინ ვერ განსაზღვრავს. დიახ, გასაგებია. მოკლედ, მკურნალობის კურსი უნდა შევცვალოთ. რა თქმა უნდა, თუ თქვენც დამეხმარებით ამაში. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტყვით. ძალიან კარგი. მაშინ გეოდებით მომავალ სეანსზე. კარგით, მადლობა და კარგად ზარდე. არაფრის, ნახვამდის. ნახვამდის. რამატები. ბოდიში ლეილა ისევ მევა. მოიდა, ეხლა რა გამოხდა? არა, არაფერი. ისე შემოგიარე და თან ჩემი გამომცხარი ნამცხარიც მაგართი. მოგძალდი, შემოდი. კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ოჯახში. მიდი დაჯექი. იცი ლეილა, ბოდიში მინდა მოგიხადო. ცუდად გამომივიდა. ვიცი შენ რა ქალიც ხარ. აი ყველა მეზობელი შენზე ლაპარაკობს. სულ ყველას ძალიან უყვარხარ. არა, მართლა არ ვიცოდი რა მანქანაზე ლაპარაკობ ლიზა. ხო, მითხრა და თუ მითხრა. ლიზიკოს თავს პიცავარ, საერთოდ არ ვიცოდი მანქანა თუ ყავდა. არა უშავს. ხო იცი, ცოტა ნერვებს ავყევი და ამიტომ ბოდიშს გიხდი. კაი, არა უშავს. შენ რა მოგივიდა რა, ცუდად ხომ არ ხარ? ხო, მე მგონი მაღალი წნევა მაქვს და. მომეკვდა ეს თავი, მე წამლები დალიე? არა, ვერ გავისინჯე ის ელექტროაპარატმა, მე მგონი რაღაც აურია და. მომეცი, მე გაგიზომავე ხა წნევას, მომეცი. აი ეს. ხოს მე დავიჭერა, ესას გიყოს. ლეილა, ისე შენ ხომ არ იცი? ჩვენ სადარბაზოში ყოველდღე სუნი რო გამოდის, დამწვრის. ვისგან არის ხომ არ იცი? ეს გეჟერაძეების რძალია. 1 წელია საჭმლის გაკეთება ვერ ისწავლა. მე როგორ ითვეს მაგას ნანი? ნანი რა, ეხა უყვართ ბავშვებს ერთმანეთი. ისეთი კაი გოგოა. ხო, ახლა ყველას ხომ არ ეხერხება სამზარეულოში ტრიალი. ისე ძალიან საყვარელი გოგოა. მაღალია? ხო. 160-80-ზე. დავლევ ხა წამოთ. ხომ გაქვს წამლები? კი. მე ჩაი დავლიოთ. ჩაი შენთვის დაისხი თუ გინდა, მე არ მინდა. ლეილა, ეს ქვემოთ მაღაზია რომაა, ვისია ხომ არ იცი? მარგიანების მერვე სართულზე რო ცხოვრობს. ო, მაგათ არ ვიცნობ. ისეთი კაი ხალხია, გადასარევი. ო. მოდი აბა გამისინჯე ახლა ეს ნამცხარი და თუ მოგეწონება მე რეცეპტს ჩაგაწერინებ. აი ლიზა რა თქინდოთ რა. აბა გადაიღე. მე დედა რა არა უშავს. ცოტა გასინჯე. ცოტა დანას მოვიდა. ხო, არა მეცოდი მე გადმოგირებ. აი ასე. ცოტა გასინჯე და თუ მოგეწონება ჩაგაწერინებ რეცეპტს. აბა მიდი. როგორია?
მამა დედა რა გემრიელია. ხო და ხვალ ჩამოვდივარ რეცეპტით. არაფერი სირთულე არ არის, ძალიან მარტივი ცომია, ძალიან მალე. Mai ჩვენი აპარატა წერა. История გიცელოს კერე. მოიცადე, შენი მე გავახე. Საბა, ნახე ვინ მოვიდა. გაგურხსა. ნახე რა მოგიტანები. მადლობა. მაიკო, საბა მეცადინეობს. აბა უთხარი ახლა რა ისწავლე მაიკო? აუ, ბებო, ჯერ შოკოლადს შევჭამ, კარგი? კარგი, შეჭამე, კარგი. მაია, როდის წამიყვან მამასთან? ჯერ მომიყევი, როგორ იქცევი და მერე წაგიყვან. კარგად ვიქცევი. მართლა? ხან მაბრაზე. არა, ძალიან კარგად ვიქცევი. ძალიან კარგი. ძალიან ხოჭარლე შოკოლადი და მერე იმეცადი. რა კარგი ქენი. მაია რომ ხედი, როგორ ახარ? კარგად. საბა მომენატრა ძალიან. მე მაგასენა ცვალოს ბებო. იცი რა კარგი ბიჭია. სხვანაირი ბავშვია. ძალიან ჭკვიანი ბავშვი. ძალიან კარგი შვილია. დღეს დილით ლევანთან ვიყავი. მართლა. აბა როგორ არის? კარგად. თვითო კი, კონზეა მოსული. არ ვიცი, მაია, არ ვიცი. აღარ ვსვავ. სახსალაგებ და რომ მივედი. შენ ხო იცი როგორ მიყვარს მე ლევანი. მაგრამ აი ეს სასმელი. ხო, ვიცი, მაგრამ აი ახლა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავი ხელში აიყვანოს. ვითომ რა ვქნა მაია, შენ ძალიან კარგად იცი, რომ მე არ მინდოდა საბას მამასთან დაშორება, მაგრამ ხონახე, ხან გაეპარა სახლიდან, ხან არ მოვიდა და მოვიდა ნასვამის სახლში. რა ვქნა მაია, გეკითხები. ხო, მაგრამ დღეს რომ მივედი, იყო ძალიან მოწესრიგებული, დამშვიდებული, წერ გაპარსული. იცი როგორ მელაპარაკებოდა, როგორც ძველი ლევანი აი ისე. ღმერთმაკნას, მეც ეგ მინდა. ხო, დამიჯერე რომ აი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გააკონტროლოს თავის თავი. მეც ეგ მინდა, მაია, მეც ეგ მინდა, მაგრამ შენ ძალიან კარგად იცი საბას მდგომარეობა, ხო? ნერვიული ბავშვია. მაგას რო შეტევა დაემართოს, მერე რა ვქნა მე, გეკითხე. მესმის, თამრი, მესმის. მე კი მგონია, რომ მაინც ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება. ღმერთმაკნას. და მე მჯერა ლევანის. ნამდვილად გჯერავს. და მინდა რომ შენც გჯეროდეს. აი ნახავ, სულ მალე ძველი ლევანი დაგვიბრუნდება. რა ვიცი, გენაცვალე შენ. მეც ეგ მინდა. ესე იქნება.